მოგესალმებით ნაზი სარჯველაძე გადაცემა საჩინოდან. დღეს ჩემთან სტუმრად კვლავ მობრძანდა დიდებული პიროვნება, ძალიან საინტერესო ბატონი ჯელა ქოქიაშვილი. ბატონმა ჯელამ შექმნა ეს უნიკალური წიგნი, სადაც ჩვენი დიდი წინაპრები ხელოვნების დარგში გნებავთ მუსიკოსები, დირიჟორები, ვინც კი ბრძანდებოდნენ ერთი საუკუნის უკან ჩვენი თანამემამულეები და ქმნიდნენ ძალიან სერიოზულ ხელოვნებას, სწორედ ამ წიგნში არის შესული. დღეს ჩვენ გავიხსენებთ ორ დიდებულ პიროვნებას, ეს გახლავთ ქალბატონი თამარ ვახვახიშვილი და ლადო აღნიაშვილი. ბატონო ჯელა, შეუდგეთ ჩვენს გადაცემას და გვიამბეთ ამ ორი დიდი ჩვენი წინაპრების ღვაწლსა და მოღვაწეობაზე. მოგესალმებით. მათი ღვაწლი ქართული კულტურის და ხელოვნების წინაშე მართლაც ფასდაუდებელია. დიახ. იმ გაგებით, რომ ქალბატონი თამარ ვახვახიშვილი გახდა პირველი ქალი კომპოზიტორი საქართველოში. დიახ. და პირველი ქართული ხალხური ანსამბლის შემქმნელი და ორგანიზატორი საქართველოში გახდათ ლადო აღნიაშვილი. დიახ. ესე იგი, ეს ორივე პიროვნება იყვნენ ფაქტურად პირველები, ფაქტიურად. დიახ, დიახ. იმიტომ რომ საქართველოში საერთოდ იმ პერიოდში არ იყო, რა ქვია, ქართული ანსამბლი არ იყო, ქალი კომპოზიტორი არ იყო. დიახ. მამაკაცები კი იყვნენ, რასაკვირველი კომპოზიტორები იყო ცნობილი, მაგრამ ქალი კომპოზიტორი მაშინ არ არსებობდა, არ იყო. დიახ. თამარ ვახვახიშვილი დაიბადა 1893 წელს ქალაქ ვარშავაში. სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. დიახ. მალე ეს ოჯახი ბრუნდება საქართველოში, ჩამოდის თბილისში და მისი მამა ბატონი ნიკოლოზ ვახვახიშვილი, რომელიც იყო ძალიან დაინტერესებული მუსიკით, მუსიკალური პიროვნება. ვიოლინოზეც უკრავდა სხვათა შორის. ვიოლინოს გარდა ჰქონდა შესანიშნავი ხმა. კი ბატონო. და ტენორი გახდა სხვათა შორის და აი სალონებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე გამოდიოდა და მღეროდა კიდევაც. დიახ. ასე რომ მან შეუქმნა პირველი, რა ქვია, აუცილებელი მომენტი და პირობები თავის ქალიშვილს თამარს, რომ ის მუსიკალური განათლება მიეღო. და პირველ ბავშვობის წლებში, ვიდრე სკოლაში შევიდოდა, სასწავლებელში შევიდოდა, მან ბავშვობაში პრაქტიკული განათლება მიიღო იოზეფ რატილისაგან, სხვათა შორის. რატილისაგან. იოზეფ რატილი, მაშინ ეს ხო მაგალითად შემდეგ ვილაპარაკებთ იოზეფ რატილი, რომელიც იყო ქართული ანსამბლის მან დაიქირავა, ლადო აღნიაშვილმა დაიქირავა და ის ხელმძღვანელობდა ანსამბლს, ქართულ ხალხურ ანსამბლს. ეს იყო განათლებული კაცი, მუსიკალური განათლება ჰქონდა მიღებული და მასთან გაიარა. შემდგომ თამარი შედის ფილარმონიულ საზოგადოებასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში. ნიკოლაევთან იყო ასეთი პროფესორი ნიკოლაევი და ფორტეპიანოს განხრით შედის მასთან. ამ სასწავლების დამთავრების შემდეგ უკვე 1912 წელს ის შედის პეტერბურგის კონსერვატორიაში. დიახ. და იქ იღებს, რა ქვია, მუსიკალურ განათლებას, მაგრამ იმდენად საინტერესო პიროვნება იყო და იმდენად მონდომებული მუსიკის მიმართ, რომ
მან პირველმა შექმნა საქართველოში პანტომიმა. პანტომიმის მუსიკა დაწერა მან 1914 წელს ჩამოვიდა და საქართველოში დაიდგა მისი პირველი პანტომიმა. ეს იყო მაშინ მიუღწეველი, საერთოდ არ არსებობდა ასეთი რაღაც. უცნობიც იყო საზოგადოებისთვის და ცოტა უცნაურიც სასაგურეც. დიახ. მაგრამ იმდენად საინტერესო იყო ეს მისი შექმნილი პანტომიმა, რომ სიამოვნებით იდირიჟორა მაშინ იყო მსოფლიოში აღიარებული ხალი დირიჟორი ევა ბრუნელი. და ევა ბრუნელმა იმდენად დაინტერესა მისი ხელოვნებით და მისი პანტომიმით, რომ მან დადგა ეს პირველი პანტომიმა 1914 წელს. დიახ. ესე იგი ფაქტიურად არ არსებობდა ოპერის რომანსები ხანდახან გამოჩნდებოდა ხოლმე ცნობილი ჩვენი კომპოზიტორების მიერ. მაგრამ როგორც ასეთი ეს პანტომიმა იყო. არა, პანტომიმა სრულიად ახალი მოვლენა ქართულ მუსიკალურ სინამდვილეში. აი მზე არის ასეთი. არა, ეს შემდეგ შექმნა, ეს შემდეგ შექმნა უკვე 30-იან წლების შემდეგ არის შექმნილი. და 1917 წელს ამთავრებს ქალბატონი თამარი კონსერვატორიას და სწავლის გაგრძელების მიზნით უკეთესად დაუფლების მიზნით იგი მიემგზავრება საფრანგეთში პარიზის კონსერვატორიაში, სადაც შედის ცნობილ პედაგოგთან და მუსიკოსთან პოლ ვიდალი ასეთი პიროვნება იყო იმ პერიოდში მოღვაწეობდა. ეს იყო უდიდესი სპეციალისტია კომპოზიციის მიმართულებით და მან 2 წელი დაჰყო იქა პარიზში. მიიღო ესე იგი ეს გაკვეთილები ამ ცნობილი პიროვნებისგან და ჩამოდის 1919 წელს უკვე გამზადებული აქვს 2 ბალეტი. ეს ბალეტიც მაშინ სხვადასხვა უცხოხილი იყო ქართული საზოგადოებისთვის. და ჩამოვიტანა 2 ბალეტი. არის ასეთი ბახუსის დღესასწაული ბალეტი და სიყვარულის თქია წამალი. ნექტარი მე მგონი. არა, სიყვარულის წამალი. სიყვარულის წამალი ასე ქვია. სიყვარულის ნექტარი ოპერა, ესა ოპერა სიყვარულის ნექტარი, ეგ უცხოელებისა. და ამან დადგა სიყვარულის წამალი, ასეთი. და საქართველოში რა პერიოდია, ის პერიოდია, რომ უკვე მომძლავრდა ეს, რა ქვია, კომპოზიტორების რაოდენობა, მამაკაცების რაოდენობა საქართველოში, რომლებიც უკვე ქმნიან კლასიკურ ნაწარმოებებს. იქნება შესანიშნავი ოპერები, იქნება ქულება შოთაროსავლის დიმიტრი არაყიშვილის, იქამდე იქნება ახალგაზრდა კომპოზიტორის, ესე იგი გოგნიაშვილის, რევაზ გოგნიაშვილის ქრისტინე, რომელიც დაიდგა 1918 წელს. და იქნება შესანიშნავი შედევრი ჩვენი ქართული საოპერო ხელოვნების ზაქარია ფალეშვილის ამესალომ და ეთერი. მაგრამ ეს ქალბატონი თამარი წავიდა უფრო ამ მიმართულებით. პანტომიმის და ბალეტის განსხვავებული რაღაცების შემოიტანა, სრულიად სიახლეების შემოიტანა ქართულ სინამდვილეში. და 1921 წელს უკვე გასაბჭოების რამოდენიმე დღეში უკვე, როგორც გასაბჭოობდა ჩვენი საქართველო, ქალბატონ თამარს ნიშნავენ მეორე მუსიკალური სასწავლებლის დირექტორად, რომელიც 26 წლამდე დირექტორობდა. და 1922 წელს უკვე ჩამოდის ჩვენი გენიალური, გენიოსი რეჟისორი კოტემაძელიშვილი. ჩამოდის და სრული
სრულ რევოლუციას ახდენს, სრულ გარდაქმნას ახდენს ქართული თეატრის. და იმდენად დაინტერესებული იყო თვითონ რეჟისორი სპექტაკლის მუსიკალური ნაწილით, რომ მან პირველმა მოისურვა, რომ თამარ ვახახიშვილი ყოფილიყო რუსთაველის თეატრის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი და დანიშნა მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი. და მისი მუსიკალური თანხლების ქვეშ მიდიოდა ყველა სპექტაკლები. პირველი სპექტაკლები მაგალითად აი ცხრის წყარო. პირველი სპექტაკლი ეს. რომელმაც რევოლუციური გარდაქმნები შემოვიტანა ქართულ თეატრში. ქმნის მის მუსიკას ქმნის თამარ ვახახიშვილი. და სხვადასხვა თვითონ კოტე მარჯანიშვილი აღნიშნავდა, რომ სპექტაკლის წარმატებაში, როგორც ასეთი, ყველაზე დიდი როლი მიუძღოდა მუსიკალურ ნაწილსო. და იმდენად მოსწონდა ქაბატონ თამარ ვახახიშვილის მუსიკალური თანხლება, ჯერ ერთი თვითონ ქაბატონ თამარი ესწრებოდა ყველა აბსოლუტურად ყველა რეპეტიციას. კოტე მარჯანიშვილის ყველა რეპეტიციას, იმიტომ რომ ის ყველა ნიუანსები, ყველა იქ შენიშვნები, ყველა მითითება, ყველა თავისი დასაკვირველი, თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ როლის მიმართ, ამავე მომენტის მიმართ, ყველაფერი ასახული იყო მუსიკალურად. ასახავდა ამას უყოლაფერს. ამას იჭერდა ქაბატონ თამარი, იმდენად მიჭიერი იყო. ამას უყოლაფერს იჭერდა და იმახსოვრებდა და შემდეგ ამაში მუსიკაში გარდაქმნიდა ამ უყოლაფერს. ამას მოყვა შემდეგ ურიელა კოსტა სპექტაკლი. იქაც ასევე უდიდესი წვლილი მიუძღვის მუსიკალურ გაფორმებაში. ესე იგი, ფაქტიურად იყო კოტე მარჯანიშვილის პერსონალური კომპოზიტორი, ასე ჩავთვალოთ. და ეს იყო ამავე დროს დიდი ეროვნული საქმე თავისთავად, რასაკვირველია. მაგრამ ამავე დროს ქაბატონ თამარისთვის იყო ეს დიდი გაკვეთილი და დიდი გაკვეთილი, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა შეიძინა თავისთავად, რასაკვირველია. გენიალური რეჟისორისგან. იმიტომ რომ კოტე მარჯანიშვილზე ჩვენ ახლა დღეს შეგვიძლია 24 საათი ვილაპარაკოთ, მაგრამ როგორც ასეთი მართლაც ეს იყო მოვლენა ქართულ თეატრს ისტორიაში. და აი იქიდან მოდის სხვადასხვის კოტე მარჯანიშვილი კი მაინც ადრე გარდაიცვალა, 33 წელს გარდაიცვალა, მაგრამ 11 წელი თანამშრომლობდა ქაბატონ თამარი კოტე მარჯანიშვილთან. ხო, და მაგრამ რომ ყოფილიყო, კიდევ ცოცხალი რაღაც გარკვეული 15-20 წელი და შეიძლება და ყოფილიყო თავისუფლად, რასაკვირველია, სამწუხაროდ ნაადრევად გარდაიცვალა. გენიალური რეჟისორი, გენიალური შემოქმედი, რომელმაც მართლაც რაღაც სრული რევოლუცია მოახდინა, დაამსხვრია ძველი სტერეოტიპული გადმონაშთები და შექმნა სრულიად ახალი მიმართულების, ახალი მიმდინარეობის ქართული თეატრი. აი კოტე მარჯანიშვილის შემდეგ, ვინც წამოვიდა შემდგომ რეჟისორები, ახლა ასია თუ ისე მას გავლენა დიდი იყო კოტე მარჯანიშვილის. იმიტომ რომ ახლა ვინც მისი მეთოდი იცოდა, მუშაობის მეთოდი, მისი ხელწერაც იცოდა, მისი რეჟისორული ხელწერა თუ გნებავ, ასაკურველია, ყველა ცდილობდა რომ ასაკურველი მისგან აეღო ეს ყველაფერი და მისგან ესწავლა ბევრი რამ და ბევრი რამ ისწავლეს. მასე მაგალითად მე ვთვლი რომ აი ვახტანგ ტაბლიაშვილმა ბევრი რამ აითვისა კოტე მარჯანიშვილისგან. და ფილმში ჩადო მაკედო და კოტეში. მართლაც არ ვიცი თუ არსებობს უკეთესი ფილმი საერთოდ. საოცრება. ჩვენ სინამდვილეში კი არა, საერთოდ მსოფლიოში. კეტო და კოტე ამაზე, ესე იგი, ამაზე მართლაც სასწაული, ამაზე მართლაც მოვლენა, მე ვთვლი, მოვლენა ფილმია ეს
აი ზუსტად იქაც კი აისახა და იქაც კი დაინახავდა ესე რა ქვია რა დაკვირვებული თვალი კოტე მარჯანიშვილის გავლენას ხოთაშორის და მარჯანიშვილი რომ გარდაიცვალა ქალბატონი თამარ ვახვაშვილი 1934 წელს გადავიდა მოსკოვში. გადავიდა მოსკოვში. 38 წლამდე ესე 4 წელი იყო მოსკოვში და მოსკოვში აფორმებდა სამხატვრო თეატრების დადგმას მუსიკალურად. გარდა მოსკოვისა, მას გაფორმებული აქვს მუსიკალურად ხარკოვის რა ქვია დრამატული თეატრის. ასე რომ იმდენად იყო დაინტერესება, საერთო ჯამში. პოპულარი ძალიან დაინტერესება, რომ მას შეგი ყველგან იწვევენ. იწვევდნენ ხო. და მან გააფორმა ფაქტიურად თავისი ცხოვრების პერიოდში 100-ზე მეტი სპექტაკლი. ახლა ეხუბრებით ახლა საფორტეპიანო ნაწარმოებებიც აქვს მას. ამით შემდეგ ის ქმნის აი მაგალითად ახალ პანტომიმებს ქმნის, ესე იგი ორი პანტომიმა შექმნა შესანიშნავი მზეთამზე შესაძლოა უკვე 30-იანი წლები, 40-იანი წლების დასაწყისი ახალი მზეთამზე და ხანძარი. ხო, ეს ორი პანტომიმა შექმნა. ამის გარდა მან შექმნა ვოკალური ციკლი. ამის გარდა შექმნა მან რა ქვია საცეკოვოს სიუიტა მუსიკალურად. მას შექმნა სიმფონიური ნაწარმოებები, შექმნა საფორტეპიანო ნაწარმოებები, შექმნა ვოკალური ნაწარმოებები და ომის შემდგომ კიდევ ის 38 წელს ის დაბრუნდა საქართველოში. მაგრამ ომის შემდგომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ის ისევ გადადის რა ქვია მოსკოვში. მოსკოვში გადადის საცხოვრებლად. და აქტიურ მონაწილეობას იღებს რა ქვია საკავშირო კომპოზიტორთა კავშირის გამოდის ხელოვნებებზე გამოდის თავისი მოსაზრებების რა ქვია ასმობს რა ქვია საზოგადოებას და მის მოსაზრებებს კურსს უგდებენ ფოტოშორიძე ძალიან პატივისცემენ ის აქტიურად გამოდის პუბლიცისტურ ნარკვევებს წერს რა ქვია თეატრის ისტორიაზე, მუსიკის ისტორიაზე და განსაკუთრებით აქტიურ მონაწილეობას იღებს, როდესაც ტარდება, თუ ჩატარდებოდა რაიმე კოტე მარჯანიშვილთან დაკავშირებული რაიმე, ყოველთვის იყო ის ყოველთვის ინიციატორი იყო. რა ქვია ამ ღონისძიების. და მან გამოსცა ასეთი მონოგრაფიული სახის წიგნი 11 წელი კოტე მარჯანიშვილთან. და იქ აღწერილი ყველაფერი იმ საქმიანობის შესახებ, იმ თანამშრომლობის შესახებ, იმ ურთიერთობის შესახებ, რომელიც მასა და კოტე მარჯანიშვილს ჰქონდათ 11 წლის განმავლობაში. 11 წელი ის ყველა რა თქმა უნდა, უამრავი სპექტაკლი. მთელი ეპოქა, შეიძლება წაითვალო, რომ მთელი ეპოქა. ფაქტიურად 11 წელი კოტე მარჯანიშვილთან მუშაობის ქალბატონ თამარ ვახვახიშვილის. და მისი კარი მოსკოვში იყო სულ ღია საქართველოსთან ჩასული კომპოზიტორების, მხატვრების, მსახიობების და ყველას მუსიკოსების სულ ყველას ესე იგი მისი კარი იყო, მისი როგორც ყველას მასპინძელი იყო მოსკოვში. აბსოლუტურად ყველას მასპინძელი საქართველოსთან ჩასული მუსიკოსები იქნებოდნენ, ხელოვანი ხალხი ვიცი. დირიჟორები და ყველა. და ის საქართველოში ბრუნდება 1971 წელს. და ბოლო 6 წელი იცხოვრა თბილისში და 1977 წლის გარდაიცვალა და დაკრძალულია დიდუბის საზოგადოების მოღვაწეთა პანთეონში. 84 წლის ასაკში იყო უკვე გარდაიცვალა. და
აი სხვათა შორის მაინც მე მგონი რომ ძალიან ესეთი უკმაყოფილების გრძნობა მაქვს ახლა გასაოცარი აქვია ხელოვანის მიმართ. უკმაყოფილების გრძნობა იმ გაგებით რომ მაინც არ არის ასე აქვია დაფასებული რომ ახლა სლობელიც არ არის მაინც ახლა გეთანხმებით სლობელიც არ არის და დაფასებულიც არ არის. რატომ არ შეიძლება აღდგენილი იქნეს მაგალითად მისი შესანიშნავი პანტომიმები. ის ირანული პანტომიმა რომელიც დადგა ევა ბრიუნელმა. თუკი ევა ბრიუნელს მოეწონა ეს ამ ლეგენდა ქალბატონს ლეგენდა ევა ბრიუნელი იყო მოგონება სოფლიოს სინამდვილეში. ქალი დირიჟორი, პირველი ქალი დირიჟორი იყო, თანაც შესანიშნავი ბრწყინვალე. გარეგნულადაც სხვადასხვა ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. ქალბატონია, მე მაქვს ნანახი ეს რა ქვია, მისი სურათი. ხო, და რატო არ შეიძლება რომ დაინტერესდება? ხო, ეს უკვე თვით პანტომიმის თეატრი უნდა დაინტერესებული იყო, ჩემი აზრი ესეთია და შემდგომ პანტომიმის თეატრი, ბალეტები გეთანხმებით. ეს ბალეტები ხო არის, ორი ბალეტი შექმნა. შესანიშნავი, იმიტომ რომ მუსიკა როგორც ასეთი ახლა მე არ მომისმენია ეს მუსიკა, მაგრამ დარწმუნებული ვარ და ეჭვიც არ მეპარება. მე სამსმენია საერთოდ ამ ბალეტის შესახებ. დარწმუნებული ვარ რომ მუსიკა შესანიშნავი მუსიკა იქნება მის მიერ, იმიტომ რომ როცა ადამიანი ნიჭიერია აქედან გამომდინარე ესე იგი იქ ეჭვის შეტანა უკვე არასწორი იქნება. ძალიან გულსატკენია. ალბათ რომელსაც აღიარებდა ესე იგი ეს გენიოსი ჩვენი კოტე მარჯანიშვილი აღიარებდა და გვერდიდან არ მოუცილებია. დირიჟორი ქალბატონი. ხო და ევა ბრიუნელი კიდე რასაკვირველია. ესე იგი გვერდიდან არ მოუცილებია კოტე მარჯანიშვილი 11 წელი გასწორებული. ხო შეიძლება რაღაც ამ გარკვეული წლების განმავლობაში მასთან ეთანაშრომლა და სხვა ვიღაც მიეწვია. არა, ეს არავინ აბსოლუტურად არავინ. იმიტომ რომ მისთვის ეს იყო ყველანაირად მიღებული პიროვნება და ძალიან მოსწონდა და აღიარებდა კიდევაც. სამწუხაროა ეს ბატონო ჯელა რომ არ დაინტერესდა თვით ჩვენი დღევანდელი ან რამოდენიმე წლების უკან თქვათ საოპერო მაშინ რა ქვია ჩვენს თეატრში ოპერისა და ბალეტის რა თქმა უნდა და ყოფილიყო რა ან უნდა მე ვფიქრობ რომ მოეძიათ მასალები იმდროინდელი ესკიზები შექმნათ რაღაც მის მუსიკაზე ეს ხომ არ იქნება დაკარგული არც კლავირი არა კლავირი იქნება როგორი შენახული იქნება ხო აი ძალიან გასაოცარი რამ არის რატომ არ მოხდა და ცუდია ეს მოდით აი დაიკარგა ასეთი შესანიშნავი ვისაც ეს ევალებოდა თავის დროზე ხო რატომღაც ესე გულგრილად მოექცენ ამ პიროვნებას ცოტა გუმართებს ქართველებს სამწუხაროდ ხო რა თქმა უნდა და უფრო მდიდრები ვიქნებოდით მგონი რომ აი მთელ ქართულ საზოგადოებას ცოდნოდა რომ იყო ასეთი ქალბატონი ქართულ ბალეტს იყო რა აი დავით თორაძემ ობიანობის შემდეგ დავით თორაძემ დადგა მაგრამ დადგა ჭაბუკიანმა დიახ მაგრამ ჭაბუკიანი მერე შემდეგ ოტელო რა ქვია მაჭავარიანის რა ქვია ჩვენ გადავიდეთ მალე ხო ეს აი ეს ოპერები ესე იგი გორდა და გორდაც და ეს ოტელოს სახელმწიფო პრემიებით აღინიშნა სახელმწიფო პრემიას არავინ არ თხოვს კაცო
აღადგინეს შედარებული რა თქმა უნდა მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა თქვენ გადაგიხადოთ რომ ამ თქვენ დიდებულ წინში შესული ეს ქალბატონი და მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე გნებავთ საოპერო გნებავთ პანტომიმის გნებავთ თეატრალური საზოგადოება სხვადასხვა ძალიან საინტერესოა დიახ და საფორტეპიანოც ეხლა საცეკოვი სიუიტა აქვს სიუიტა ისე საცეკოვი სიუიტა საცეკოვი ისე საინტერესოა ძალიან ეხლა ჩვენ გადავიდეთ მეორე დიდებულ პიროვნებაზე ბატონ ვლადიმერ ლადო აღნიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე რა დიდი როლი აქვს მას ქვეყანაში ეს პირდაპირ გაოცებული ვარ მისი პირადი ცხოვრება მოგახსენებთ რომ პირველი იყო რომელმაც შექმნა და ორგანიზაცია გაუკეთა ქართულ ხალხურ გუნდს დიახ ლადო აღნიაშვილი დაიბადა 1860 წელს ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ხუდლის ოჯახში დიახ პირველ დაწყებითი განათლება მან მიიღო თელავის სასულიერო სკოლაში დასწავლებაში შემდეგ ის გადადის გორის სამასწავლებლო სასწავლებელში და 1891 წელს ამთავრებს გორის სამასწავლებელს სკოლას სასწავლებელს და მუშაობას იწყებს სათავადაზნაურო სკოლა არსებობდა თბილისში სათავადაზნაურო სკოლაში ქართული ენის პედაგოგად მასწავლებლად შემდეგ ის გადადის სხვა სკოლაში და იგივე სპეციალობით და მან დაისახა მიზნად რომ მაშინ საერთოდ არ არსებობდა ქართული გალობა, ქართული სიმღერა, ანსამბლები არ არსებობდა. სულ ყველაფერი გაბნეული იყო და დაკარგვის გზაზე იდგა, რა გითქვია. მან დაიქირავა თავისი ხელფასით სხვათა შორის. დიახ. დაიქირავა იმ დროს მოსკოვიდან ჩამოსული მუსიკალური განათლების მქონე ჩეხური წარმომავლობის იოჟიფ ნავრატილი იყო ასეთი იოჟიფ ნავრატილი და მე ქართველებმა მას იოსებ ვრატილი დაარქვეს ქართველებმა ქართულად გადაუკეთეს სახელით და გვარში დაიქირავა ეს მუსიკალური განათლებული პიროვნება იყო. თემანაც მოგახსენეთ რომ თამარის ბავშვობაში პატარა გაკვეთილებს რა ქვია იოზეფ ვრატილმა ჩაუტარა. უტარებდა გაკვეთილებს. და დაიქირავა ამავე დროს მოიძია საქართველოს ყველა კუთხეში მომღერალი ადამიანები. ჩამოიყვანა თბილისში. და შექმნა პირველი ქართული ხალხური სიმღერების აქვე გუნდი, ანსამბლი. საკრავებიც იყო ის. საკრავებიც იყო ქართული. ყველაფერი იყო ქართული, უნდა რომ ქართული სიმღერები ქართული დაყოფილი იყო. დიახ. და მოიძიეს იოსებ ვრატილთან ერთად მოიძიეს რა ქვია სიმღერები იოსებ ვრატილმა შექმნა ნოტები ამაზე ნოტები გადაიტანა ეს ყველაფერი ნოტები ვინაიდან რადგანაც მუსიკალურად განათლებული იყო იოსებ ვრატილი მან ეს რა ქვია ეს საქმე გააკეთა და ნოტების მიხედვით ესე იგი აიძულებდა თუ რაღაცა სთავაზობდა იმიტომ რომ მაშინ ნოტები არავინ არ იცოდა საერთოდ და მომღერლებს რომ ამ ნოტების მიხედვით ემღერათ. და 130-მდე ქართული ხალხური სიმღერა მოიძიეს მათ და შექმნეს.
ამ აქვია ლადო აღნიაშვილის დახმარებით იმხრივ რომ თანხობრივად ეს თავის ხელფას უხდი და ხელფას ასაც იღებდა იქნება თავისთვის ძალიან ცოტას რა ქვია იტოვებდა და დიდი ნაწილი რაც იყო აი ამ საქმეს ახმარდა ნუ რომ გადაეხადა მომღერლებისთვის სანოტო ფუსლებით უნდა ეყიდა ყველაფერი რატილისთვის ხოლმე მიეწავდა რა თქმა უნდა შრომისათვის და როგორ ისე რატილისთვის თვითონ მონაწილეებისთვისაც რაღაცა უნდა გადაეხადა ხო და შეიქმნა შესანიშნავი პირველი საქართველოში საერთოდ არ არსებობდა. ამის გავში საერთოდ არ იყო. ხალხური საკრავი და ანსამბლი და გუნდი. კი, გუნდი. და პირველი კონცერტი ჩატარდა საქართველოში, თბილისში უბრალოდ 1886 წელს. დიახ. მონღოლებს ჩააცეს ქართული სამოსი. ყველა ჩოხა ახალუხში იყო გამოწყობილი. დიახ. და გამოვიდა ეს 80 კაცი გამოვიდგინეთ ახლა თქვენ პირველი ეს არის ეს იყო ფურორი პირდაპირ არ ვიცი ილია ჭავჭავაძე იყო რა ქვია მე-9 წაზე და დაწერა კიდევა სიბერიაში რომ ახლა საშვილიშვილო საქმე გააკეთაო ჩვენმო ლადო აღნიაშვილმა და ესე იგი 80 კაცი გამოვიდა სცენაზე ქართულ სამოსებში დიახ და შეასრულეს რა ქვია კონცერტზე იმღერეს 25 სიმღერა კონცერტზე იმღერეს 25 პირველ კონცერტზე იმღერეს 25 სიმღერა საერთოდ ჯამში 130 სიმღერა ჰქონდათ უკვე შესწავლილი და ეგ რა ქვია ნოტებზე გადასული ხოთაშორეს და იმ პერიოდს ახსენეთ ხოთაშორის ახლა მე მაქვს ეს მე მოვიძიეს ყველაფერი და ესე იგი ხალხი აღარესო ტიროდა ხალხი თურმე სიხარულისგან და ოვაციებს საზღვარი არ უჩნდა ხალხს სცენიდან აღარ უშვებდნენ გავიდა 10 წუთი, გავიდა 20 წუთი, გავიდა 9 საათი, გავიდა თითქმის 1 საათი. აღარ უშვებენ სცენიდან. შეშიგადაში ახალ რა ქვია სიმღერებს ღერის ეს ღერის. ლამი შეიშალა ქართული საზოგადოება როცა. ეს იყო არ ვიცი რა მოვლენა რაღაც მოვლენას ზეციური თუ რა ვიცი რა იყო მიწიური თუ მიწიერი თუ ზეციური მე არ ვიცი და 86 წლიდან ესე იგი საფუძველი ჩაეყარა ქართულ ხალხურ სიმღერების ანსამბლს გუნდს რომელსაც სათავეში ედგა პირველი რა ქვია ორგანიზატორი იყო და სული ჩამდგმელი ლადო აღნიაშვილი. დიახ, იქ მე შევამჩნიე სურათზე, რომ ჭუნირის ჰქონდათ მათ. ჭუნირი ისტროინტი ხო სვანური ინსტრუმენტია. და იქ ხოთიშორის მე რატო გავამახვილე ყურადღება მეც უკრავ მაგაზე. და როგორც ბათუმში ცხოვრობდი და იქ იყო ქართულ საკრავთა ორკესტრი. და იქ მთხოვეს ვიოლინო სპეციალისტებს უადვილდება ძალიან ჭუნირზე დაკვრა. და მთხოვეს და დავეხმარეს ხოთიშორის და ვიცი წყობა ვიოლინოსია უბრალოდ მოძრაობა არის როგორც ვიოლონჩელოსი ეს ყობა ხო და იქ ნახე სურათში დიპლიპიტოც დავინახე ლუპით დავიწყე რომ რა ინსტრუმენტებს ფლობდა მინდროს ქართული საკრავებით შემოიღეს გასაკვირად თუ კი რას კი არსებობდა მაშინ აბსოლუტურად ყველაფერს მოუყარეს თავი დიახ და გამოვიტანეს დაირაცია არის და ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი თუ კი რამის მოძიება შეიძლებოდა ყველაფერი მოიძიეს ხო ჩვენ გვაქვს სურათი და შემდგომ დავდებთ მაგას ეს ანსამბლად გასაკვირველი ეს უდიდესი ეროვნული საქმე, რომელსაც ქართული საზოგადოება უდიდესი აღფრთოვანებით შეხვდა და განსაკუთრებით, რა ქვია,
აღფრთოვანებული იყო ილია ჭავჭავაძე. და გამოვიდა დიდი წერილით იბერიაში. დიდი ქება დიდებით და რომ სადირკველი ჩაეყარა ქართულ ხალხურ სიმღერებს. ძალიან მოულოდნელიც იყო ალბათ და ძალიან მნიშვნელოვანი იმ პერიოდისათვის. როგორი პერიოდია მაშინ ნახეთ? გალუსების პერიოდია, ასეთი ანსამბლი ქართულის გაგონება, მაშინ ქართულის გაგონება არ უნდა. ხო, და შეიქმნა ქართული ხალხური ორკესტრთან ერთად ეს პიროვნებები მღერიან ქართულ ხალხურ სიმღერას. ეს მე რომ კარგად რომ დაუკვირდი, იცით, კიდევაც რა თქმა უნდა გამეხატება ძალიან გამეხატება, მაგრამ გაოცებულიც დავჭი, რომ იმ პერიოდში როგორ განსაზღვრა ბატონმა ლადო აღნიაშვილმა, რომ ეს გადაეტანა მას ნოტებზე, ამისათვის მას თანხები გაეღო, თვითონ რახელფასი ექნებოდა, ხო მართალია? და ისიც იმისათვის და შექმნა ასეთი იმ დროისათვის პირველი ხალხურ საკრავთა ორკესტრი გუნდთან ერთად. და დირიჟორობდა ბატონი რატელი. და იოსებ რატელი იყო მისი დირიჟორი. ლადო აღნიაშვილი მუსიკოსი არ ყოფილა. არა, ის პედაგოგი იყო. არც მომღერალი არ იყო. ის იყო პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. და ეს ის პერიოდია მართლაც, როდესაც საქართველოში არის ფაქტიურად გალუსების პერიოდი. გალუსების პერიოდი, საქართველოში არის გალუსების პერიოდი. ერთი ასეთი რაღაცა მოხდა სასულიერო სემინარიაში იოსებ ლაღიაშვილმა, როგორ მოკლა სასულიერო სემინარიის რექტორი. კი ბატონო. კი, ცნობილია მაგით. იმიტომ რომ ეს იოსებ ლაღიაშვილი კითხულობდა ივერიიდან რაღაცა გაზეთ ივერიას კითხულობდა, კიბეზე ჩამომჯდარი იდგა და კითხულობდა, რა ქვია, ამ ქართულ გაზეთს კითხულობდა და შემოუსწრო ამ რუსმა, რა ქვია, როგორ ცუდად მოიხსენია, დიახ. და ცუდად მოიხსენია, მიმართა ძალიან ცუდად, მე თავის კაბინეტში აიყვანა და შეურაცხყოფა მიაყენა, ქართულ ენას მიაყენა შეურაცხყოფა. და ეს ვერ მოითმინა იოსებ ლაღიაშვილმა და მოკლა სხვათა შორის ეს ცუდეც კი მოხდა და გადასახლებაში იყო ციბირში და შემდეგ მაგი გააპარეს მგონი უცხოეთში. ხო, მე არის ვარაუდი რომ ციბირიდან ეს ამერიკაში გადავიდა. დიახ, მეც ასე ვიცი. იქ დაამთავრა თავისი ცოცხლი. ასე რომ აი გალუსების პერიოდი იყო და რა პერიოდია ეხლა რომ ილია ფაქტიურად არის ერთ რამოდენიმე კაცთან ერთად არის ფაქტიურად ვიც იბრძვის ქართული მეობისთვის, ქართული ტრადიციებისთვის, შენარჩუნებისათვის, ქართული დამოუკიდებლობისთვის, ქართული ენის შენარჩუნებისთვის და ქართული ენა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. და ამას ძალიან განიცდის თვითონ ლადო აღნიაშვილიც. ამიტომ მან გამოსცა რა ქვია უბის რა ქვია ლექსიკონი პატარა. მცირე ზომის უბის ლექსიკონი, რომელიც შეიძლებოდა რომ რა ქვია ჯიბით შეიძლებოდა ეტარებია ნებისმიერ ქართულს, რომ ესე იგი ნებისმიერ დროს შეიძლება წაეკითხა ისა და რაღაცა. ძალიან საინტერესოა მისი მოგზაურობა ირანში. მან გამოსცა ჯერ ამ პერიოდში გამოსცა მან ქვია ზღაპრების სპეციალური კრებული ბავშვებისთვის და დაიწყო გამოცემა ქართული ანბანების მიხედვით, ესე იგი თხზულებების შექმნა, რომ წაეკითხა ქართველ ადამიანს, ქართველებს, წაეკითხა რომ ცოდნა აემაღლებია და რაღაც გარკვეული ცოდნა ქონოდათ. რაც შეეხება სპარსეთში მის მოგზაურობას, ის წავიდა 1894 წელს. როგორი გზით წავიდა, ესეც ცნობილია. წარმოიდგინეთ, ეხლა შე რა პერიოდია? კასპიის ზღვით რუსეთში და სულ რაღაც 100 მანეთი ქონდა ჯიბეში, მეტი არ ქონდა. და წავიდა ასეთი და გარისკა ამხელა მანჯილზე
ჩავიდა ჯერ კასპიის ზღვით გავიდა რუსეთში და მერე კარავანს გაყვა მე მგონი ხო საბაჟო კარავანს ჩავიდა და წარმოვიდგინეთ რა იყო მაშინ რა ტრანსპორტი იყო ხო ეგ იყო ცხელი იყო და ურემი იყო მეტი და აკლემები იყო მაშინ კიდე შუა აზიიდან და ჩავიდა და წელიწად ნახევარი დაჰყო ირანში ფერიდნელი ქართველებთან მე მგონი პირველი პიროვნება ვინც იქ ჩავიდა ხო აბსოლუტურად იქამდე საერთოდ ქართველებმა არ იცოდნენ 300 წლის უკამდელი წაყვანილი ქართველები რომელიც გადაასახმა შაჰ-აბასმა იმათი მდგომარეობა იმათი სოციალური ეკონომიური მდგომარეობა როგორი იყო მათი სოციალური მდგომარეობა როგორი იყო მათი ყოფითი ცხოვრების მდგომარეობა და ამას ეცნობოდა ის და იქიდან აგზავნიდა სხვათა შორის წერილები. მთელი ინფორმაციებს იქიდან. პუბლიცისტურ ნარკვევებს აგზავნიდა იქიდან და ეს გაზეთებში იბეჭდებოდა ეს. მაშინდელ გაზეთებში. და იმ თანამშრომლობდა გაზეთ დეჯილთან, თანამშრომლობდა გაზეთ იბერიასთან. და აგზავნიდა ყველა, რა ქვია, რაც კი შეიძლებოდა წელიწად ნახევრის განმავლობაში. ის კი არა, ირანულიანაც კი შეისწავლა. ნიჭიერება რას ნიშნავს? იმდენად დაინტერესებული იყო, რომ უფრო ახლოს გასცნობოდა მათ ყოფა-ცხოვრებას და მათ და აკადემიკოსი ჩიტაია ამბობს რომ წერს, რომ თუ არა ლადო აღნიაშვილი ჩვენ არ გვეცოდინებოდა სპარსეთში ცხოვრები ქართველების შესახებ დიახ მათი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა არ გვეცოდინებოდა აბსოლუტურად მან ესეთი მასალები ჩამოიტანა და შემდგომაც ჰქონდა თბილისში რომ ჩამოვიდა საქართველოში ჩამოვიდა ვერაც ჰქონდა ურთიერთობა ფერიდნელ ქართველებთან და ამით შექმნა უნიკალური მასალა ფერიდნელ ქართველებთან დაკავშირებით რომელსაც აი თვითონ აკადემიკოსი ჩიტაიაც აღნიშნავს და ეს არის რა ქვია უდიდესი ეროვნული საქმე. რას ამბობთ? წარმოიდგინეთ ახლა სანამ ბატონი აღნიაშვილი არ ჩავიდა იქ და რომ არ ჩასულიყო, თქვათ, ხო? აი, როდის ჩავიდოდნენ უკვე საბჭოების შემდგომ, ქართველები ჩავიდოდნენ და შეიძლება ინფორმაცია ვერ ჩასულიყო. ესეც არ უნდა გამოვრიცხოთ. და მან რა დროს და როგორ პირობებში როგორი გადაადგილებით როგორ ჩავიდა აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი მე რომ დავიკითხე მისი ცხოვრება ხუთ გაოცებული დამჭი რომ აქედან კასპიის ზღვის გადავიდა აზერბაიჯანში და მე იქედან რუსეთში და იქედან უკვე კარავანს გაყვა კი, ასე იქნებოდა, იმიტომ რომ რამდენი თვე დაჭირდებოდა იქ ჩასვლას რა საქმეა მე საერთოდ ჯიბეში ფული არ ყოდა 100 მანეთი ყოდა სულ 100 მანეთი სულ 100 მანეთი ყოდა მაინც დალოცველი ღმერთი ეხმარება რა კი ისე რაპირობებში გაიარა ეხლა ნახევრად მშიერი იქნებოდა რაპირობებში გაიარა ეხლა წარმოადგენაც კი ცოტა ძნელიც არის ამის წარმოქმნა კი ბატონო რა საკვირველია მაგრამ არ შეეშინდა ამისი ხო ეს ის უკან არ დაიხია ხო ეს დასახული ქონდა მიზნად და მტკიცედ დაისახა მიზნად და შეასრულა კიდევაც და დიდი მადლობა ამ გენიალურ პიროვნებას რას ამბობთ ლადო აღნიაშვილს დიდი უდიდესი მადლობა ჩვენგან დიდი მადლობა რომ მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქართულ ხალხურ სიმღერების ანსამბლს მან პირველმა იმოგზაურა ფერიდნელებში სპარსეთში ქართველების მოინახულა ქართველები ფერიდნელში და მან პირველმა რასაკვირველია მისცა რა ქვია დასაბამი მისცა ზუსტად მას რომ ამის საფუძველზე შეიქმნა მერე
გაქვია მთელი ისტორიები. მე მასალები ჩამოვიტანა ისეთი რომ ხო, აი ეს გამოსცა მან წიგნი, ასეთი წიგნი, ამან გამოსცა რადო აღნიაშვილმა სპარსელები და იქ მაცხოვრებელი ქართველები. ასეთი წიგნი გამოსცა ხოთაშვილის. ვინ დააფინანსა ეს ხომ არის? თვითონ ისე თვითონ. არავისგან დაფინანსებული არ ყოფილა. ჯერ როგორი გემოვნება უნდა ქონებოდა ამ პიროვნებას რომ და როგორი პატრიოტი უნდა ყოფილიყო ადამიანი რომ მაშინ იფიქრა რომ არ დაიკარგოს ქართული ხალხური სიმღერები და გადაატანინა სანოტო სისტემაზე რადიოს. ეს გასაოცარი მომენტია და მე პირადად ჩვენ 5 წუთი დაგვრჩა ეხლა და მე ცოტა გულნატკენი გახლავარ და რაზე რომ ის დასაფლებული არის კუკიის სასაფლაოზე. ეხლა მე პატივს მივაგებ ყველა გარდაცვის ვინც განისვენებს კუკიაზე, მაგრამ ბატონი ლადო აღნიაშვილი აუცილებლად იმ პერიოდში უნდა დასაფლაებულიყო ჩემი აზრით დიდობის პანთეონში. მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, მაშინ ვერ მოიფიქრეს ვთქვათ არ იყო მაგისი დრო რაღაცა გავამართლოთ მოდით ის პერიოდი მაგრამ საბჭოთა კი იყო თვითონ საერთოდ ძალიან ესე იგი ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისი ხო დიახ მაგრამ თვითონ რადაც ბოლო პერიოდში აბადუყოფობდა გასულ ახალგაზრდა გარდაიცვალა არ იყო ის 44 წლის ასაკში აბადუყოფობდა და 44 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაგრძელეს დიახაი კულტურა და აი მე მინდა ისე ვკლავ ჩემს ძვირფას მაყურებელს უთხრა რომ 42 წლის ასაკში ამ ადამიანმა დაასრულა ცხოვრება და როგორი გზა განმლო მან რამდენი რამ შექმნა რა აი ამაშია საქმე რომ შექმნა უნიკალური შედევრი უნიკალური შედევრი და მე რაზე მწყდება ზოლი რომ აი თუნდაც 80-იანი 70-იანი წლების საბჭოთა კავშირის დროს ხო 70 წლებში ხო შეიძლება მისი გადმოსვენება იქიდან აი რატომ არის ზრუნა გნებოდ კულტურის სამინისტრომ ან და კულტურულ მემკვიდრეობამ მისი გადმოსვენება დიდობის კუკიის სასაფლაოდან დედობის პანთეონში. მაშინ საერთოდ იყო ხოლმე, იმიტომ რომ მაგალითად ვაჟას ხომ აქვია. კი ბატონო, ვაჟა გადაასწრეს. კი ბატონო, მაგრამ ეს დიდი შეცდომა არ ამგონია არის. რაღაც უკვე აქ ჩვენი შეცდომას რაღაც ცოტა როგორ იცით გულგრილი დამოკიდებულება და ასეთი ღვაწლი აქვს ამ ადამიანს თუ კი აი პირველი ხალხური საკრავთა ორკესტრი და გუნდი თავისი ხარჯებით, თავისი დიდი შრომით ჯერ მარტო როგორი გემოვნება უნდა ქონებოდა რომ ეს მოეფიქრებინა გასაოცარი პირა მე არა ქართული სამოსილო ჩააცვა ხო ყველაფერი ქართული დიახ და მე პირადად ამ ადამიანის წინაშე ქეთს ვეხრი რომ რაც მან გააკეთა ეს არის საგანძური ქართული ენისა და ხელოვნებისა აქედან მადლობა სულთლით მას ასეთი დიდი მამულიშვილური საქმე. დიახ და ასეთი დიდი ეროვნული საქმე. რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთი დიდი ქართული საქმესთვის. მაგრამ 1000 მადლობა. დიახ, მეც უერთები თქვენს მადლობას კერა, მადლობას ცოტა არის ამის თქმა და მინდა გულდაწყვეტით ვთქვა რომ ვინც ეს არ გაითვალისწინა, არ მოიფიქრა, არ შექმნა კომისია შესწავლის მისი პიროვნების დაემატ ეს აპატიოს მისმა სულმა ჩვენ კი მე კი დიდ მადლობას გიხდით დღეს ჩვენი ცნობილი ხელოვანი ანზორ ერქომაიშვილი დიახ ეს საუბრებში და გადაცემებში, სხვადასხვა გადაცემებში
ნუ ახსენებდა ხოლმე, მაგრამ მოხსენება ეს ცოტა. ხსენება, მისი ხსენება, მარტო ხსენება არ არის სასაკვირველია. რა თქმა უნდა. თანხმედრი იმისი რაც მან გააკეთა და კვლავ მინდა ნათელში ბრძანდებოდეს მისი დიდებული სული, დიდებული ქართველის ნამდვილი ქართველის სული და თქვენ მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი შესანიშნავი წიგნისათვის, სადაც გამტარსებულია მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ამ წიგნში არის თუმც მოიშლება ხსენება მათი. აი როგორც 53 პუბლიცისტური ნარკვევი არის. რომელიც გამოქვეყნდება და ამჟამად მე გამოქვეყნებული მაქვს 103 პუბლიცისტური ნარკვევი საერთო ჯამში. 103 პუბლიცისტური ნარკვევი. მათ შორის აქედან 53 ამ წიგნში მოიყარა თავი და ეს პუბლიცისტური ნარკვევები გრძელდება, ჩემი და რაღაც ნარკვევი ჩვენ დავაშუქებთ ნელ-ნელობით მაგას ბატონო კელა მენდეთ რომ ამას მე ნამდვილად გავაკეთებ და მე უდიდეს მადლობას გეუბნებით ასეთი დიდებული წიგნი მისახსოვრეთ თქვენ და ასეთი რამ წამიწერეთ რომ ქალბატონ ნაზის და მის ოჯახს საუკეთესო სურვილებით ავტორისაგან უღმესი მადლობა თქვენ ოჯახი ჩვენთვის ხო ქართველებისთვის ხო თავარი ატრიბუტია. რა თქმა უნდა. ერთ-ერთი ნომერ პირველია. და ეს დაამტკიცა კიდევ საერთოდ მაინც მთელი საქართველოს რო გამოვიდა გარეთ ოჯახის სიზმინდის. დიახ. ეს ჩვენთვის ქართველებისთვის არის ნომერ პირველი, ორი აზრი არ არის. ოჯახიდან იწყება აბსოლუტურად ყველაფერი. რა თქმა უნდა. ეს სიძლიერეს და ეს წისვლას და ესლის გამარჯვებებით. ოჯახიდან იწყება ყველაფერი. უსაზღრო მადლობას გეუბნებით. ამ ორი დიდებული ქართველის გახსენებისათვის და ჯერასო ჩვენი ძვირფასი მაყურებელი ძალიან იქნებით ძალიან გახარებული ჩვენგან რომ თქვენ ეს მოისმინეთ და გავიხსენეთ კვლავ თქვენთან ერთად ჩემო ძვირფასო მაყურებელო გავიხსენეთ ჩვენ დღეს ის ორი ძვირფასი ჩვენი თანამოქალაქე და თქვენი სახელით მე დიდ მადლობას გადავხდი ბატონ გელას ასეთი საინტერესო გადაცემის ასეთი საინტერესო წიგნის დაფინანსებითა და გამოცემისათვის ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ